3 წლის წინ მე უბრალოდ ინტერესი გამიჩნდა სოფლის მეურნეობის და ამ სფეროში მუშაობის. და ჩემი მიზანი იყო დამემსხვრია მითი. არ მოდის. მოდის გენაცვალე, ყველაფერი მოდის. მითი დაამსხვრია, მაგრამ სეტყვას ვერ გადაურჩა. 2500 მეტრზე გაშენებულ ბაღში ყველა სახის ბოსტნეული მოჰყავდა. სეტყვა მოსავალი სრულად გაუნადგურა. ყველას. ეს ყველაფერი ნულს გაუტოლა. ყვავილოვანი კომოსტა ნულს გაუტოლა. კარტოფილი არ ვიცი რა. ყველაფერი, ყველანაირი რაც ბაზარში რაც კი იყიდება, აბსოლუტურად ყველაფერი მომყავდა მე ამ 2500 კვადრატზე. ის ჩემ ოჯახსაც აკმაყოფილებდა და ჩემ შვილებსაც. სოფელს ვერ შემოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსავალი თითქმის ყველა ოჯახში გაანადგურა. მიდორი დააზიანა ძალიან. აი კი ხედავთ რომ სმოი უკვე მოსხვის სტადიაში იყო და აღარაფერი აღარ არის და რაღაც ნაყოფია და რაღაც განადგურებულია 700 ძირი იყო ძალიანად გაანადგურა და გაასწორა მიწას და აღარ დაგვრჩა. მაგ 3500 არის სხვადასხვა ჯიში. დაწყებული ძველშავი და დამთავრებული კაჭიჭამის. და მოანაკავ ასე დეტალს ვერ ნახავს ვერაფერს. კარტოფელი მაქვს 500 მეტრზე. და აღარ არის თუ არ ახან თვალით. თუ რამე ზოგეხმარებიან კარგი მათაბრობა რა ვიცი. აჯერა. და ფილმი დამიხოცა კიდე სეტყვა. კვატი და კაპიტილები დახოთ. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზიანა სოფელ პერევისაში მცხოვრები ფურცხვანიძეების საცხოვრებელი სახლიც. მთელი 20 წუთის განმავლობაში ურყავდა. აი ეს თულეს ეს კიდე დადნა. 20 წუთის განმავლობაში აღარაფერი აღარ გაგვაჩნია რა მთელი წლის მოსავალი წავიდა წყალში. არა სიმინდი, არა ლობიო, არა კარტოფილი, არა პომიდორი გასწორებულია მიწასთან ყველაფერი. დახმარდა მომსწა. ეს ვინა ხალისი, დალავერი ექანა რას გავდეინა. დასეტყვილი სოფლები მოინახულეს და ადგილობრივებს დახმარებას დაპირდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქ იყო ბატონი სულხანი ამობრძანებული, დღეს იყო სხვათა შორის ნახა ეს ყველაფერი. აქ სტიქიამდე რამოდენიმე ხადრე იყო ბაჩოციცკიშვილი ამოსული. მე ბეპის ბენეფიციარი ვარ. ამ პროექტებს და ამას ყველაფერს ისინი მიფინანსებენ და ყველანაირად ყურადღებას მაქცევენ და ნუ ნახოთ ახლა რაც არის კი ხედავთ და აი მეტირება მაგრამ სად დავქნა აი ჩემი ნაშრომი მეტირება ამინდი დატრიალდა ძირითადად ახლა ჩვენ სოფელში არის 455 კომბლი აქედან სეტყვა ნათქვამი არის რომ ბოსტნის კვალი გაყო და არის ისეთნაირად ეს ორი უბანი მაინც ძირითადად არის ლოჟღეთის უბანი აგერსერის უბანი ძირითადად მიახლოებით 150 კომბლამდე არის ზარალი დღეს იყო ჩვენ სოფელში განმოსული ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი სულხან მახათაძე აგრეთვე სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი ჭიათურისთან დავით მოდებაძე თავისი სამსახურით დაგვირდა რომ ხვალისთვის უკვე შეიქმნება ჯგუფი კომისიის სახით და მოვლიან სოფელში და ძირითადად დაიწყება უკვე მოსახლეობის ზარალის დათვლა ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია რომელიც შედეგებს დაითვლის